ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც ქართული ოცნების პოლიციამ აქციის 2 მშვიდობიანი მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავა. დაკავებულები არიან აქტივისტები თაკო კურატიშვილი და ლილუ შაველაშვილი. კურატიშვილს ხელში ეჭირა ბანერი ანწუხელიძე უკუდავია. რატო დააკავეთ? რა დააშავეთ? და უმორჩილებლო. არ დაგემორჩილა? ჩვენ ხო დაინა. არ დამინახავს. ადვოკატიო სად გადა? ადვოკატი ორდერი გაგაჩნია? ავანა. გავხარ თან, გიო. თან გავ. სად გადაყავ? ვანა ორდერი შენ. და როგორ ვარა და ვალდებული არ ვარ თქვენ წინაშე. თამარ კურატიშვილი პარლამენტის წინ ტროტუარზე გადავიდა. პოლიციამ პირველ ჯერზე ის გზის მეორე მხარეს ძალის გამოყენებით გადმოიყვანა, თუმცა კურატიშვილი ტროტუარზე ისევ დაბრუნდა, რასაც შემდგომში უკვე მისი დაკავება მოყვა. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან თეატრულუკიანის კომისიის ხდომის პარალელურად შეიკრიბნენ. მათი თქმით, ქართული ოცნება სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს. ანწუხელიძეს პლაკატი, რატო გაღეზიანებთ ხალხს? ეროვნული გმირის პლაკატი. თქვენ პოლიციელები უნდა ამაყობთ ანწუხელიძეს. რატო გაღეზიანებთ? ვინ ხარ? სადაური ხართ ქართველები არა? აი შეგწყვებათ ყველამდელი ქართველები. აი ეს ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა დღეს რაც ხდება, დღეს აი აქ რაც ხდება, მთელი ცხოვრება. ხრებით გეკრება და მე შეგწყვებათ თქვენ. ყოველთვის ესენი არ იქნება. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდა ქართული ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა, რომელიც კომისიიდან გამოსვლის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს. ხაინდრავამ ახალგაზრდებს შუა თითი უჩვენა. მონა